ხის დოქების დემონტაჟი უკვე აქტიურად არის დაწყებული. ახლა პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და მათ შორის ათობით მუშახელი, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიურად ახორციელებენ რიყის დოქებიდან იმ რკინის საფარის ჩამოხსნას, რომლითაც სწორედ ეს რიყის დოქები არის დაფარული. აღსანიშნავია ის, რომ ამ რკინის მეტალს თავდაპირველად აღნიშნულ ტერიტორიაზე ასაწყობებენ და ადგილზე მათ შორის სატვირთო ავტომობილიც იმყოფება, სადაც შემდგომ გადააქვთ ეს მეტალის მასალა და საინტერესოა სწორედ ის, თუ სად მიაქვთ საბოლოოდ აღნიშნული მასალა. ამ საკითხის გარშემო არსებობდა სწორედ ძალიან ბევრი კითხვები და შესაბამისად ჩვენ ვეცადეთ, რომ სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ამ დემონტაჟის პროცესს ახორციელებს, რომ კითხვები დაგვესვა და მათგან პასუხები მიგვეღო, თუმცა როგორც ჩანს ის ადამიანები, ვინც ახლა შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან, საკმაოდ აგრესიულები არიან და ისინი ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანეს, გამომდინარე იქედან, რომ მას შემდეგ რაც ადგილზე მივედით და კითხვები დაუსვით, თავდაპირველად ის რკინის ღობე, რომელთაც არის ეს ტერიტორია შემოსაზღვრული, ჩაგვიკეტეს და ოპერატორი რკინის ღობის გარე ტერიტორიაზე მოაქცია. საბოლოოდ კი ძალის გამოყენებით დაგვატოვებინეს ტერიტორია. სავარაუდოდ სწორედ ჩვენი კითხვები იყო ამ ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადამიანები, ვინც ახლა ტერიტორიაზე იმყოფებიან, ქართულად მოსაუბრე, ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, არც ერთი მათგანი არ იყო და სავარაუდოდ როგორც წინა შემთხვევაზე, მაშინ როდესაც რკინის ღობეებს ამონტაჟებდნენ და მარნეულიდან ჩამოყვანილი მუშახელი ყავდათ ადგილზე, სავარაუდოდ ეს ადამიანები ახლა არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ფაქტი არის ის, რომ სწორედ რიყის დოქების გარშემო არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და სწორედ ამ კითხვებზე გვინდოდა პასუხების მიღება, მაგრამ ვიცით ერთადერთი ის, რომ რამდენიმე კვირის წინ გასცეს ამ რიყის დოქების დემონტაჟის შესახებ ნებართვა თბილისის მერიაში და ფაქტი არის ის, რომ უკვე აქტიურად დაიწყეს აღნიშნული პროცესი. მადლი გაქვთ ეს მასალა. უკაცრავად, ეხლა აქ ვერ დამტოვებს და საიდან ბრძანდებით? აჰეთ. კარი გააკეთ და ჩემი ოპერატორი აცადეთ მუშაობა თუ შეიძლება. დღეს დაიწყეთ ესე აქტიურად აქ სამუშაოები? თქვენ მიმბრძანდებით. ვინ ახორციელებს ამ დემონტაჟს? იქნებ გვითხრათ, გვიპასუხოთ. ან ეს მასალა უნიკალური მასალა, რომელსაც ახლა ხსნით, სად მიგაქვთ? ნაგავში უნდა გადაყაროთ, ბატონო? საკუთრება ესა და გადის გარეთ. გადის გარეთ. გაწიე, ხელი გაწიე. ხელი გაწიე. რასაკეთე? ვის მოგცა? მაგის უფრო ხალით მაგიდავე. არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, სად მიგაქვთ ეს მასალა, რომელსაც ხსნით? რიყის დოქები, რომელიც პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 15000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე არის განთავსებული, უკვე აქტიურად მიმდინარეობს მისი დემონტაჟის პროცესი, თუმცა ამ დრომდე უცნობია რეალურად ამ რიყის დოქების ნაცვლად რა უნდა აშენდეს. ადგილზე თბილისის მერია შეიძლება ითქვას, რომ ჰქონდა ორი გადაწყვეტილების მიღების უფლება, ერთი ის, რომ ნებართვა გაეცა დემონტაჟად და მეორე ის, რომ ეს ტერიტორია სხვა ფუნქციით ყოფილიყო გამოყენებული და აქ აქტიური პროცესი განხორციელებული იყო, თუმცა როგორც ჩანს თბილისის მერიამ აირჩია ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დემონტაჟი წამოეწყო და ეს ყველაფერი გააკეთა ისე, რომ არც სპეციალისტები და არც მოქალაქეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებდა და ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება.